სისტემური განლაგება ერთ წერტილს ანათებს ერთი მტკივნეული წერტილი, hotline-ი ამ მტკივნეულ წერტილზე განათება იმ წერტილის და ყველაფერი ცხადია. ამიტომ წერტილოვნად ის ძალიან კარგად მუშაობს. სისტემური განლაგება შედგება 4 ნაწილისგან. პირველი ეს არის კლიენტი, რომელიც აყენებს თავის განლაგებას. მას აქვს თავისი საკითხი, რომელიც დგება. ეს საკითხი უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, ამიტომ ყველა საკითხი არ არის განლაგებისთვის. არიან რეპრეზენტატორები, იმიტომ რომ ეს საკითხი იშლება კომპონენტებად და თითოეულ კომპონენტებს განასახიერებს გარკვეულწილად სხვადასხვა ადამიანი. ადამიანი დგება და უბრალოდ კონცენტრირდება მის შეგრძნებებზე, თეულებრივ შეგრძნებებზე, სხეული გელაპარაკება. არის რა თქმა უნდა ფასილიტატორი, რომელიც მართავს ამ პროცესს და არიან მაყურებლები, ეგრეთ წოდებული ვიუერები. არსებობს ესეთი ცრუ წარმოდგენა, მე მაგალითად თუ საკითხი არ მაქვს და არ ამირჩიეს რეპრეზენტატორად, რამე ვზივარ და უყურებ, რა ხერი მაქვს აქედან. ხერი არის უდიდესი. იმიტომ რომ სისტემურ განლაგებაში იქმნება, რასაც ეძახდნენ მცოდნე ველს, რომელიც ახლა კვანტური ფიზიკის კანონებით ძალიან გასაგებია, რა ველია ესა. ამ ველში მყოფი ნებისმიერი ადამიანი ხდება გამტარი. ის ატარებს გარკვეულ ინფორმაციას და ძალიან ხშირად ატარებს იმ ინფორმაციას, რომელიც მასთან რეზონირებს. ესაც ძალიან ხშირად ხდება.